გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ ესწრებით დღევანდელ ვებინარს. პირველ რიგში მინდა რომ ხმა დამიდასტუროთ, რომ კარგად ისმის ხმა და შემდგომ გავაგრძელოთ უკვე ვებინარი. ისმის. მადლობა ირაკლი. ასე მოკლედ კიდევ ერთხელ მადლობა დაინტერესებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ინტელკომ ჯგუფი უკვე რეგულარულად თავაზობთ ვებინარებს. დღევანდელი ვებინარი იქნება აკუმულატორების თან დაკავშირებით, კონკრეტულად უფრო მიმართულებას ვთქვათ, ეს არის ენერგოუზრუნველყოფის მიმართულება. წინა ვებინარებიზეც შეგიძლიათ ჩვენი ვებინარები უკვე ნახოთ. გამარჯობა, ისმის კი ბატონო. ჩვენი ვებინარები განთავსებული არის როგორც YouTube-არზე, ასევე ჩვენს ვებგვერდზეც არის განთავსებული და შეგიძლიათ იქვე ნახოთ და გაეცნოთ საკმაოდ საინტერესო თემებზე გქონდა წინა ვებინარები. რაც შეეხება დღევანდელ ვებინარს, დაახლოებით ალბათ 25-30 წუთი გაგრძელდება, შემდგომ გვექნება კითხვა-პასუხი. ჩატი არის გააქტიურებული და ამიტომ შეგიძლიათ რომ კითხვები, რაც ვებინარის განმავლობაში იქნება, ჩატშივე დაწეროთ და ბოლოს კითხვა-პასუხის რეჟიმში ამ ყველაფერზე ვისაუბროთ. ტრადიციულად გათამაშება გვექნება აკუმულატორის ტესტერი გათამაშდება საკმაოდ მრავალფუნქციური და გამოყენებადი. და შეგიძლიათ თუ კარგად მოусმენთ ვებინარს, ძალიან მარტივი კითხვა იქნება, ბოლოში დავსვამ ამ კითხვას და ყველაზე სწრაფად ვინც გასცემს პასუხს, ის მიიღებს აღნიშნულ ტესტერს. როგორც მოგახსენეთ, ვებინარები გვაქვს რეგულარულად და ერთ-ერთი ვებინარი, რომელიც ეხებოდა აკუმულატორების შერჩევას, პრინციპში იმ თემის გაგრძელება არის დღევანდელი ვებინარის, ამიტომ თუ წინა ეს ვებინარი არ გაქვთ ნანახი, ძალიან კარგი იქნება, რომ ერთიან კონტექსტში უკვე საკმაოდ ინფორმატიული გამოვა ეს ყველაფერი და როცა დრო გექნებათ, შეგიძლიათ გაეცნოთ, როგორც ნახოთ, ასევე ჩვენს ვებგვერდზე არის ვებინარების განყოფილება, ასევე YouTube არხზე. უშუალოდ დავიწყოთ მაშინ დღევანდელი ვებინარი. აკუმულატორებთან დაკავშირებით გვაქვს. როგორც მოგეხსენებათ, ზოგადად აკუმულატორი რაღაც დოზით წარმოადგენს სახარჯ მასალას, რამდენადაც კარგად არ უნდა მოუვაროთ და კარგი ექსპლუატაციის პირობებში არ უნდა იყოს, დროთა განმავლობაში თავის რესურსს ამოწურავს და გვიწევს ამის შეცვლა. მთავარი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება ეს დრო გავახანგრძლივოთ და აკუმულატორის რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბოლომდე. ამიტომ რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს აკუმულატორის რესურსზე, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ექსპლუატაციის ვადაზე, როგორც გვინდა ისე შეგვიძლია შევაფასოთ ეს ყველაფერი. და დღეს გვექნება ზუსტად ამ საკითხების განხილვა. ერთ-ერთი არის აკუმულატორის დამუხტველი, მაღალი ხარისხის დამუხტველი, ზუსტად უზრუნველყოფს და კარგად შერჩეული დამუხტველი უზრუნველყოფს აკუმულატორის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას. ზოგადად ტყვიამჟავ აკუმულატორების შემთხვევაში მიღებული არის, რომ დამუხტველის სიმძლავრე უნდა იყოს, არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმუმ 15%. ხო, მაგალითად თუ გვაქვს ჩვენ 100 ამპერიანი ტყვიამჟავ აკუმულატორი, რეკომენდებული არის, რომ ის დავმუხტოთ 10-დან 15 ამპერის სიმძლავრით. უფრო ნაკლები დამუხტვის შემთხვევაში უბრალოდ დამუხტვის დრო ძალიან დიდდება და არ არის ეფექტური და უფრო მაღალი სიმძლავრით დამუხტვის შემთხვევაში, ანუ მაღალი დენისძალით დამუხტვის შემთხვევაში უბრალოდ აკუმულატორის ექსპლუატაციის ვადა შეიძლება შემცირდეს. ამიტომ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება და გავითვალისწინოთ ეს პარამეტრები. პროპორციულად არის სხვადასხვა სიმძლავრის აკუმულატორისთვის, ანუ დაახლოებით 10-დან 15%-მდე რომ მივაქციოთ ამას ყურადღება. რაც შეეხება ლითიუმის აკუმულატორების შემთხვევაში, ლითიუმის აქვს უფრო მეტი საშუალება და შესაძლებელია ეს დაიმუხტოს 50-100%-აც კი. მაგალითად თუ გვაქვს 100 ამპერ-საათიანი აკუმულატორი, შესაძლებელი არის აკუმულატორის დამუხტვა 100 ამპერით. ანუ დაახლოებით სრულად განმუხტული აკუმულატორი შეიძლება 1 საათშიც კი დავუმუხტოთ, ხო? ეგრეთ წოდებული, ანუ თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი არის დღევანდელი ცხოვრებიანაც ეგრეთ წოდებული fast charging-ი ზუსტად ამ პრინციპს მოიცავს. და 100 ამპერზე, ანუ 100%-ზე მეტად შეიძლება დამუხტვა, რა თქმა უნდა, ეს ექსპლუატაციის ვადაზე მოქმედებს, თუმცა მაგალითად გაჯეტების შემთხვევაში, როცა გვჭირდება რომ მობილური ტელეფონი სწრაფად დავუმუხტოთ და თუნდაც ავტომობილი, ელექტროავტომობილი, ამ შემთხვევაში ჩვენ რაღაც კომპრომისზე მივდივართ და
შესაძლებელია მაღალი ამპერით დავმუხტოთ, რომ დროის ფაქტორია მნიშვნელოვანი. თუმცა ესეთ გადაწყვეტებში, რომელსაც დღეს ვისაუბრეთ, ინდუსტრიულ გადაწყვეტებში, აქ ესეთი კრიტიკული მომენტები, ესე რომ სწრაფად დავმუხტოთ აკუმულატორები ზოგადად არ არის, ერთჯერადი დამუხტვის საშუალო საჭიროებები, ამიტომ რეგულარული დამუხტვის შემთხვევაში ზოგიერთ სისტემა ავაწყოთ ესე, რომ ნომინალური, ესეთი რეკომენდებული სიმძლავრით დავმუხტოთ. ამ შემთხვევაში 50-100%-ით, ანუ რეკომენდებული მაინც არის დაახლოებით 50%-ის შემთხვევაში, ანუ საშუალოდ 2 საათში დაიმუხტება აკუმულატორი. ყიაზრავა შემთხვევაში უკვე ვთქვით, რომ 10-15% საშუალოდ ბოლომდე განმუხტული აკუმულატორის შემთხვევაში გვაძლევს სადღაც 6, შეიძლება 10 საათის განმავლობაში კი დაიმუხტოს. საკმაოდ ამას მნიშვნელობა აქვს და აკუმულატორის შერჩევისას და იმ წინა ვებინარში ამ საკითხზე გქონდა სად რომელი აკუმულატორი შესაძლებელია უფრო ოპტიმალური არის შევარჩიოთ, ზუსტად წვიამჟავა გამოვიყენოთ, ლითიუმი გამოვიყენოთ, თუ წვიამჟავის სხვადასხვა ტიპების აკუმულატორები, ზუსტად იქ იყო განხილული და ამიტომ დღეს დიდად მათ ყურადღებას არ მივაქცევთ ამ საკითხებს, იმიტომ დღეს გვაქვს ძირითადად ექსპლუატაციის პირობები და აკუმულატორის სიცოცხლეხანგრძლივობაზე საუბარი. თუმცა დამუხტველი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ერთ-ერთ გადამწყვეტ როლსაც კი ასრულებს აკუმულატორის სიცოცხლეხანგრძლივობაში. გარდა სიმძლავრისა, ასევე არის დამუხტველის მუშაობის პრინციპი. ეს ფაქტობრივად უმრავლეს შემთხვევაში თანამედროვე დამუხტველები არის ეგრეთ წოდებულ ჭკვიანი დამუხტველებსაც ეძახიან და უფრო ზუსტად შეგვიძლია კიდევ ვთქვათ ეს სამსაფეხურიანი დამუხტვის პრინციპს იყენებს. ეს სამსაფეხურიანი დამუხტვა, ინტელექტუალური დამუხტვა შეიძლება ასეთი ტერმინით შეგხვდეთ, ამიტომ რომ არ დაიბნეთ, ნებისმიერი ეს ტერმინი შემდგომ შეიძლება გამოვიყენოთ და თქვენ შეგხვდეთ სხვადასხვა წარმოებების დოკუმენტაციის გაცნობის დროს. სამსაფეხურიანი დამუხტვა უზრუნველყოფს ერთი მხრივ აკუმულატორის სწრაფად დამუხტვას, იცავს აკუმულატორის დაზიანებისგან და ზრდის მათი ექსპლუატაციის ზვადას, ხო? როგორ მოქმედებს ეს დამუხტველი? პირველი საფეხური ხდება 0-დან 80%-მდე, ეგრეთ წოდებული სწრაფი დამუხტვა, სადაც დენის ძალა არის მუდმივი. ამ გრაფიკს თუ დააკვირდებით, წითელი გრაფიკი არის დენის ძალის გრაფიკი, ხოლო ლურჯი არის ძაბვის გრაფიკი, ხო? პირველი ეტაპი, სადაც აკუმულატორის დამუხტვა დაახლოებით 80%-მდე ხდება, ეს არის დენის ძალა მუდმივი და აკუმულატორის ბუნებიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ძაბვა, როცა იმუხტება, თანათან ძაბვა იზრდება. მეორე ეტაპი უკვე მოიცავს ეგრეთ წოდებულს სრულ დამუხტვის ეტაპს, სადაც 80-დან 100%-მდე, სადაც უკვე დენის ძაბვა გვაქვს მუდმივი და შესაბამისად დენის ძალა უკვე ნელ-ნელა მცირდება და აკუმულატორის დამუხტვის შემთხვევაში უკვე მესამე ეტაპი არის ეგრეთ წოდებული მუხტის შენარჩუნების ეტაპი, თვითგანმუხტვის კომპენსირებასაც ეძახიან, ანუ აკუმულატორი რომ მუდმივად იყოს დამუხტულ მდგომარეობაში, ანუ მცირე დამუხტვა მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში ძაბვა არის შედარებით უფრო დაბალი, ანუ მეორე ეტაპთან შედარებით და დენის ძალაც ფაქტობრივად ერთი და იგივე პარამეტრი თუ აკუმულატორის განმუხტვა არ ხდება და უბრალოდ შენარჩუნება ხდება ძაბვის, ამ შემთხვევაში დენის ძალა და ძაბვა არის მინიმალური, ასე ვთქვით, თანაბარი ზომადი და აკუმულატორის მუხტის შენარჩუნება ხდება. ხო, ეს იმ შემთხვევაში მაგალითად რო წარმოვიდგინოთ უწყვეტ წყარო, სადაც აკუმულატორები გვაქვს მიერთებული, თუ არ ელექტროენერგიის გათიშვა არ ხდება, შეიძლება რამდენიმე დღის ან შეიძლება ერთი თვის განმავლობაში ან რაღაც მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში არ მოხდეს ელექტროენერგიის გათიშვა და შესაბამისად აკუმულატორების განმუხტვა, ამ შემთხვევაში ხდება მხოლოდ ძაბვის შენარჩუნება. რაც შეეხება დამუხტველიზე ვისაუბრეთ, ანუ ერთი მხრივ სიმძლავრე და მეორე მხრივ მუშაობის პრინციპი და ამიტომ ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება და როდესაც ავარჩევთ დამუხტველს, აუცილებლად გავითვალისწინოთ, დღეს ფაქტობრივად ესე ვთქვათ, სტანდარტად ითვლება ესეთი ტიპის დამუხტველები და მივაქციოთ ყურადღება, რომ ამ ტიპის დამუხტველს ვიყენებთ, რომ აჩილება აკუმულატორის ექსპლუატაციის ვადა გავზარდოთ, ხო? მეორე ფაქტორი, რომელიც ასევე დამუხტვასთან არის დაკავშირებული, ეს არის ტემპერატურა. ზოგადად, წინა ვებინარებშიც ამას ძალიან დიდი ყურადღება დაუთმეთ. აკუმულატორის შეადგენა არის მიმდინარეობს ქიმიური პროცესი, ძალიან დიდ გავლენას ახდენს ტემპერატურა. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ზოგადად ტემპერატურა, ანუ რა გარემო პირობებში ვიყენებთ აკუმულატორს. შესაბამისად, გარემო ტემპერატურა ასევე მნიშვნელოვანი არის დამუხტვის პროცესში, რამდენი არის. რადგან ქიმიური პროცესი არის აკუმულატორში, ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად მაღალი ტემპერატურა კიდევ უფრო აჩქარებს აკუმულატორის
ამ კურატორში მიმდინარე ქიმიურ პროცესს და ამიტომ რომ რომ დავაკომპენსიროთ სხვადასხვა დამუხტველებში არის შესაბამისად ტემპერატურის კომპენსაციის ფუნქცია და როგორ მოქმედებს ახლა ამას დეტალურად გავივლით მაგალითად რო წარმოვიდგინოთ წარმოვიდგინოთ ნომინალური ძაბვა აკუმულატორის არის 12 ვოლტი და მაქსიმალური დამუხტვა ეს არის შეგვიძლია ძაბვა გამოვიყენოთ დამუხტვისას 14.4 ვოლტი, ხო? ტემპერატურის კოეფიციენტი კომპენსაციის მნიშვნელობა, როგორც წესი, ყველა ესეთი მაღალი კლასის და მაღალი რეპუტაციის წარმოებლის აკუმულატორის ტექნიკურ დოკუმენტაციაში ყოველთვის არის მითითებული კომპენსაციის მნიშვნელობა, ამიტომ შეგიძლიათ გაეცნოთ, რომ აკუმულატორის კონკრეტულ ეგრეთ წოდებულ დატაშიტებს და ნახოთ ეს მონაცემი რა არის, მაგალითად წავიღოთ, რომ მაგალითად ერთ-ერთი აკუმულატორის ტყვიამჟავა ტიპის აკუმულატორის კომპენსაციის მნიშვნელობა არის -5 მილივოლტი ერთ უჯრედზე. მოგეხსენებათ, რომ 12 ვოლტიანი აკუმულატორი სტანდარტულად შედგება 6 უჯრედისგან. გარემო ტემპერატურებს თუ ავიღებთ 40 გრადუსს და ჩვენ უნდა ასევე ვიცოდეთ, რომ ზოგადად პრინციპში ძირითადად ტყვიამჟავა აკუმულატორების ნომინალური მნიშვნელობები ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით დათვლილია 25 გრადუსზე და ის პარამეტრები, რომელიც წარმოებელი გვთავაზობთ, ეს არის 40 გრადუსზე, 25 გრადუსზე დათვლილი და ამ შემთხვევაში მაგალითისთვის ავიღოთ, რომ 40 გრადუსზე გვიწევს აკუმულატორის დამუხტვა, ანუ გარემო ტემპერატურა არის 40 გრადუსი. შესაბამისად, უნდა დავთვალოთ უკვე კომპენსაცია, ტემპერატურული კომპენსაციის მიხედვით, როგორ დავმუხტოთ აკუმულატორი. 12 ვოლტიან აკუმულატორში როგორც ვთქვით არის 6 უჯრედი, ანუ 2 ვოლტი არის თითოეულ უჯრედზე და გამოდის, რადგან 5 მილივოლტი იყო ერთი უჯრედის კომპენსაციის -5 მილივოლტი იყო კომპენსაციის მნიშვნელობა, -5 მილივოლტი გამრავლებული 6 უჯრედზე გამოდის -0.03 ვოლტი. შესაბამისად, სრულად 6-ვე უჯრედის, ანუ 12 ვოლტიანი აკუმულატორის შემთხვევაში. და რადგან სხვაობა ტექნიკურ დოკუმენტაციას, ანუ ნომინალურ მნიშვნელობას შორის 25 გრადუსსა და 40 გრადუსს შორის ამ შემთხვევაში არის 15 გრადუსი, 15. შესაბამისად, ამ 0.03-ს ვამრავლებთ 15-ზე და ვიღებთ 0.045 ვოლტს. ანუ ჩვენ თუ ვთქვით, რომ აკუმულატორის სტანდარტულ პირობებში უნდა დაგვემუხტათ 14.4 ვოლტით, ამ შემთხვევაში მოგვიწევს, რომ დავუმუხტოთ 40 გრადუს შემთხვევაში, ეს იქნება 13.95 ვოლტი. ხო, ერთის მხრივ ჩვენ ახსენეთ, რომ აკუმულატორი, რადგან ქიმიურ პროცესში მიმდინარეობს, მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს და კიდევ უფრო მეტად რომ მაღალი ძაბვით რომ არ დავაჩქაროთ ეს პროცესები, ამიტომ პირიქით ძაბვის შემცირებას ვახდენ და ფაქტობრივად ვცდილობთ, რომ აი 25 გრადუსზე რა ქიმიური პროცესიც წავიდო და როგორც წავიდო და იმას მიუახლოვოთ ეს ყველაფერი. რაც შეეხება დაბალ ტემპერატურას, იქაც იგივენაირად მოქმედებს, პირიქით იქ უფრო მაღალი ძაბვა გვჭირდება, რომ მიუახლოვდეთ 25 გრადუსის პირობებს და ამ შემთხვევაში გამოვა 15 ვოლტი, არა 14.4, პირიქით უფრო მაღალი ძაბვა დაგვჭირდება ამ ყველაფრისთვის. ეს არის ტემპერატურის ესეთი კოეფიციენტი, როგორც წესი, მაღალი კლასის, თუმცა ყველა ძალიან გავრცელებული არ არის ესეთი კვების ბლოკები, რომელსაც დამუხტველები უпростоრად, რომელსაც ამის საშუალება აქვს, მაგრამ თქვენ თუ გექნებათ არჩევანი, გაქვთ ორი ტიპის დამუხტველი, რომელსაც ერთს აქვს ეს ტემპერატურის მიხედვით კომპენსაციის მართვის საშუალება და მეორეს არა, უმჯობესია ავირჩიოთ ესეთი დამუხტველი. რა თქმა უნდა, ფაში სხვაობა იქნება, მაგრამ დამერწმუნეთ იმ შემთხვევაში, როდესაც აკუმულატორების რესურსი ეხება, ეს უფრო მნიშვნელოვანი არის და ამიტომ შეგვიძლია ესეთი გადაწყვეტილება მივიღოთ. რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, ეს არის ეგრეთ წოდებული სულფატიზაცია. დროთა განმავლობაში ტყვიამჟავა აკუმულატორში მიმდინარე ქიმიური პროცესების შედეგად ფირფიტებზე ხდება სულფატიზაცია. სულფატიზაცია ეს არის, რომ ტყვის სულფატი გროვდება ფირფიტებზე და შესაბამისად ნომინალური დატენვის პირობებში მისი დაშლა არის რთული და ფაქტობრივად არ ხდება. ეს ამცირებს აკუმულატორის ჯამურტევადობას და ზრდის შიდა წინაღობას. და ამიტომ სულფატიზაციის მოსაშორებლად არის სხვადასხვა მეთოდები, ეგრეთ წოდებული კრისტალიზაცია რო დავშალოთ, ასევე კრისტალიზაცია შეიძლება ესეთ ტერმინთაც შევხვდეს. ელემენტებს შორის ბალანსი ვაღვადგინოთ, ამისთვის გამოიყენება და ახდენენ ელექტროლიტის არევას ეძახიან, ან შენჯღრება შეიძლება ესე ვთქვათ, ტერმინის სახით.
დამუხტველებს აქვს სპეციალური რეჟიმი თვეში ერთხელ, ძირითადად ეს არის კალენდარში 28 რიცხვი ხოლმე მითითებული და ამ შემთხვევაში აკუმულატორი დამუხტველი შედარებით მაღალი ძაბვით ცდილობს აკუმულატორის დამუხტვას. შეიძლება ეს იყოს რამდენიმე საათის განმავლობაში, ან რაღაც დროის განმავლობაში, რომ მოხდეს ეგრეთ წოდებული აკუმულატორის ესე უხეშად რო ვთქვათ შენჯღრევა, რომ ეს სულფატიზაციის პროცესი შეშენელდეს, ანუ აღარ გაღრმავდეს და პირიქით დავშალოთ ეს სულფატიზაცია შევამციროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ტყვიამჟავ აკუმულატორების შემთხვევაში, განსაკუთრებით ასევე მნიშვნელოვანი არის ისეთი აკუმულატორები, რომელიც არის თხევად ელექტროლიტიანი აკუმულატორები და რაც შეეხება AGM და ჟელე ტიპის აკუმულატორებზე, აქაც მიმდინარეობს კრისტალიზაციის პროცესი შედარებით უფრო მსუბუქად, თუმცა აღნიშნული მეთოდოლოგია ამ ტიპის აკუმულატორებშიც გამოიყენება და ასევე თანამედროვე დამუხტველებს კიდევ უფრო ჩაშენებული აქვს ესეთი ლოგიკა AGM და ჟელე ტიპის აკუმულატორზე, სადაც ხდება იმპულსური დამუხტვის მეთოდოლოგია და ზუსტად ეს მეთოდიც საკმაოდ ეფექტური არის AGM ტიპის და ჟელე ტიპის აკუმულატორებისთვის. და ასევე ანუ ეს სამი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, ანუ სამი ფაქტორი ჩამოვთვალეთ, რომელიც დამუხტველს ეხება. ეს პირველი არის ესე იგი აკუმულატორის სიმძლავრე, ეს დამუხტველის სიმძლავრე, რომელიც აკუმულატორის სიმძლავრის ტევადობის პროპორციულად უნდა ავიღოთ. ტყვიამჟავას შემთხვევაში ეს არის 10-15%, რაც შეეხება ლითიუმის აკუმულატორის შემთხვევაში შეგვიძლია 50-100%-იც კი იყოს. მეორე არის ტემპერატურის კომპენსაციის მეთოდოლოგია, ანუ თუ მაღალი გარემო პირობებში გვიწევს ძაბვა უნდა შევამციროთ, დაბალ პირობებში შეგვიძლია ძაბვა უფრო მაღალი ძაბვით დამუხტოთ და მესამე ეს არის სულფატიზაცია, რომ ეს არ მოხდეს ფირფიტებზე დაგროვება სულფატის და ამის დაშლა მოხდეს. ანუ ეს აი ფაქტორი არის, რომელიც დამუხტველს ეხება და დამუხტველის ესე ვთქვათ პარამეტრიზაციაში მოიცავს და შესაბამისად, როცა ვახდენთ დამუხტველის შერჩევას, კარგი იქნება თუ ამ სამ პარამეტრს მივაქცევთ ყურადღებას. შემდეგი ფაქტორი, აი ეს ერთ-ერთი მაგალითი არის, რაც მოგახსენეთ, ანუ ეს ტემპერატურის განსაკუთრებით ტემპერატურის კომპენსაცია, როგორც ეს სპეციალური დამუხტველებს უერთდება თერმოსტატი, ესე ვთქვათ, რომელიც ზომავს ტემპერატურას გარემო პირობებში, სადაც არის აკუმულატორები განთავსებული და ზოგადად ამ პარამეტრის მიხედვით, ამ ტემპერატურის მიხედვით ახდენს უკვე ავტომატურ რაც შერჩევას ძაბვის პარამეტრებისას. როგორც მოგახსენეთ, არ არის ეს ძალიან გავრცელებული, რომ ყველა დამუხტველს ესეთი საშუალება ჰქონდეს, თუმცა არის მოწყობილობები, რომელსაც ესეთი რაღაც ტემპერატურის კომპენსაციის ფუნქცია აქვს და ნუ აქეთ სულაც რაც არის წარმოქმნილი, ეს არის ერთ-ერთი MPPT კონტროლერი, რომელიც ძირითადად რომ მზის ენერგიის მიმართულებით გამოიყენება. ამიტომ კარგი იქნება თუ ყურადღებას მივაქცევთ, ხო? მეორე ფაქტორი, რომელსაც ახლა ვისაუბრებთ, ეს არის ტემპერატურა და ტემპერატურა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც რეალურ პირობებში გვხვდება, რომელიც აკუმულატორის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ანუ ყველაზე მეტი შემთხვევები ჩვენი გამოცდილებიდანაც პრაქტიკული თვალსაზრისით, რომელიც აზიანებს აკუმულატორს და ზოგადად ამცირებს მის სიცოცხლის ხანგრძლივობას, ეს არის ტემპერატურა. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც აკუმულატორები არის ეგრეთ წოდებული ინდუსტრიულ გარემოში, სადაც ტემპერატურის ზოგადად რეგულირება არ არის, საოფისე ფარგლებში უფრო რეგულირებადია, სადაც ადამიანებიც არიან იქ მეტნაკლებად ტემპერატურა არის, ხო, ნუ ადამიანის გარემო პირობებთან დავსებადი, რომელიც საკმაოდ ახლოს არის ამ შემთხვევაში აკუმულატორის ნომინალურ ტემპერატურას და რომელიც ის ყველაზე ესეთ პარამეტრები არის დათვლილი, ეს არის 25 გრადუსი, მაგრამ თუ არის ინდუსტრიული გარემო, სადაც არ არის ტემპერატურის რეგულირება შესაძლებელი, განსაკუთრებით გარე პირობებში, სადაც შესაძლებელია იყოს ანძები, ან მზის ენერგია, სადაც რაღაც საველე პირობებში, სადაც ვიყენებთ აკუმულატორებს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საკომუნიკაციო კარადებში განთავსებენ, რომელიც შეიძლება თბოიზოლაციით იყოს აღჭურვილი აკუმულატორებს, განსაკუთრებით ზაფხულის პირობებში, შესაძაც მზის პირდაპირი სხივების ქვეშ არის ესეთი მოწყობილობები, საკმაოდ მაღალია იქ არსებული ტემპერატურა.
და უნდა ვიცოდეთ ერთი, რომ ტემპერატურა, მაღალი ტემპერატურა ეს არის პირდაპირ დამაზიანებელი აკუმულატორის სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის. მნიშვნელოვნად აცილებს ამ ყველაფერს. რაც შეეხება დაბალ ტემპერატურას, ამ შემთხვევაში ჩვენ გვიმცირდება ტევადობა, აკუმულატორის ტევადობა. და 0 გრადუსის შემთხვევაში ლითიუმის აკუმულატორების და ჟელეტების აკუმულატორების დამუხტვა არის შეუძლებელი. ლითიუმის აკუმულატორების შემთხვევაში ეს უფრო მარტივად არის, რადგან მათში ჩაშენებული არის BMS სისტემა და ის ავტომატურად თიშავს, როგორც კი ტემპერატურა ჩამოწდება 0 გრადუსს, BMS სისტემა თიშავს დამუხტველს და შესაბამისად ფიზიკურად ვერ შეძლებთ აკუმულატორის დამუხტვას, მაგრამ ჟელეტების აკუმულატორის შემთხვევაში თუ მაინც მოხდება დამუხტვა, იმიტომ რომ იქ არ არსებობს ესეთი ინტელექტუალური კონტროლი, თუმცა მნიშვნელოვნად დავაზიანეთ ამ შემთხვევაში აკუმულატორს. ამიტომ ამასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ რა ტემპერატურაზე გვიწევს აკუმულატორის დამუხტვა, ხო? ამ ცხილს რო გადავხედოთ, ხო? სიცოცხლის ხანგრძლივობა ნახეთ, სხვადასხვა სერიის აკუმულატორები არის აქ წარმოდგენილი. მაგალითად, თუ ავიღებთ აკუმულატორს, რომელიც 25 გრადუს ტემპერატურაზე ნომინალური სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო, მაგალითად 12 წელი, 30 გრადუს შემთხვევაში, ანუ 5 გრადუსით რო გაიზარდა ტემპერატურა, ამ შემთხვევაში მისი ნომინალური ხანგრძლივობა შემცირდებოდა 12-დან უკვე 8 წლამდე, ხოლო 40 გრადუსის შემთხვევაში უკვე 8 წლამდე შემცირდებოდა და 40 გრადუსზე უკვე 5 წლამდე. ანუ ძალიან დიდ გავლენას ახდენს მაღალი ტემპერატურა აკუმულატორის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. სხვადასხვა სერიის და სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებული აკუმულატორებზე ეს პარამეტრები შეიძლება იყოს განსხვავებული, თუმცა საერთო მნიშვნელობით ეს როგორც ტყვიამჟავას, ასევე ლითიუმის აკუმულატორების შემთხვევაშიც ის არის ერთი მოცემულობა, შეიძლება ითქვას, რომ მაღალი ტემპერატურა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აკუმულატორის ექსპლუატაციის ვადაზე. რაც შეეხება დაბალ ტემპერატურას, თუ 25 გრადუსი აკუმულატორის ნომინალური ტემპერატურა არის 100%, ესე ვთქვათ, 0 გრადუსზე უკვე დაახლოებით 85% არის და ლითიუმის შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს 80%-იც, ანუ 15-20%-ით მცირდება 0 გრადუსზე აკუმულატორის ტევადობა. და ზუსტად ეს ფაქტორი არის, რომელიც ცხოვრებაში ხშირად ხდება, რომ ზამთარში შეიძლება ავტომობილის ფლობელები, ვინც ბრძანდებით, ზუსტად ზამთარში შეიძლება შეექმნათ თქვენს აკუმულატორს პრობლემა, ზაფხულში ძალიან კარგად მუშაობდა, მაგრამ როგორც კი აცივდება, ტემპერატურა დაიკლებს, აკუმულატორი შეიძლება გამოიწვევს რაღაც ხარვეზები და მოგვიწევს აკუმულატორის შეცვლა, ხო? რეალობაში უბრალოდ აკუმულატორის ტევადობა შემცირდა და ის ფუნქციები ვეღარ შეასრულა იმ მომენტში, რომელსაც უნდათ რამდენიმე დღის წინ ან თვის წინ ასრულებდა. ამიტომ ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ ამ ტემპერატურის მნიშვნელობა და ზუსტად ერთად მნიშვნელოვანი ფაქტორის შემდგომი საუბრები გვექნება ამ ტემპერატურის როგორ დავძლიოთ და როგორ მოვახდინოთ ამ ყველაფრის კომპენსირება. ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული მეთოდი, რაც ვახსენეთ ინდუსტრიული გარემო პირობების დროს, ეს არის აკუმულატორების განთავსება მიწაში. ხო, საქართველოს ტერიტორიას თუ ავიღებთ, სხვადასხვა ადგილზე ეს ეგრეთ წოდებული გაყინვის კოეფიციენტები არსებობს, ანუ სიღრმე, მაგრამ საშუალოდ ეს არის რადგან 50-დან 70 სანტიმეტრამდე და ამის შემდგომ მიწაში ფაქტობრივად ტემპერატურა არის თითქმის ერთი და იგივე წლის ნებისმიერ დროს. დაახლოებით ეს არის 13-15 გრადუსის ფარგლებში მერყეობს. და ამიტომ თუ გვიწევს ისეთ რთულ გარემო პირობებში, სადაც ზამთარში და ზაფხულში აკუმულატორები არის ღია ცის ქვეშ, შეიძლება ღია გარემოში, ძალიან კარგი გადაწყვეტა არის და პრაქტიკული, შეიძლება ითქვას, რომ აკუმულატორები განვათავსოთ მიწაში, დაახლოებით 50 სანტიმეტრის სიღრმეზე, სადაც გვექნება საკმაოდ სტაბილური ტემპერატურა წლის განმავლობაში. კი, შედარებით დაბალი ტემპერატურა არის ვიდრე 25 გრადუსი, თუმცა ოდნავ შემცირდება აკუმულატორის ნომინალური ტევადობა ტემპერატურიდან გამომდინარე, მაგრამ მნიშვნელოვნად შევამცირებთ გავლენას ამ სიცხის მაღალი ტემპერატურის გავლენას, ეს რომ ვთქვათ, მის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. არსებობს სხვადასხვა ტიპის ყუთები, რომელშიც შეგვიძლია განვათავსოთ ეს აკუმულატორები. ჩვენ გვაქვს ამჟამად მარაგში რამდენიმე ზუმის ესეთი ყუთები, რომლებიც ერთი მხრივ არის წყალგაუმტარი, წყალგამძლე, ანუ IP67 რეიტინგით, ცეცხლმედეგიც არის, ანტიკოროზიული არის, რომ არ შეიძლება როგორც თვითონ
პლასმასის დეტალები, რომელიც საკმაოდ გამძლეა ზოგადად კოროზიის მიმართ და დაზიანების მიმართ, ასევე რკინის ესე ვთქვათ ჭანჭიკები, რომლებიც ამ ხუთის შესაძლებლად გამოიყენება, ესეც ანტიკოროზიული კოროზიული არის და შესაბამისად არ მოხდება მათი დაზიანება მიწაში განთავსების დროს. შეკუმშვად მედეგი არის, რადგან მიწაში უნდა განვათავსოთ მიწის ზემოდან საფარის დაწოლის შედეგად არ უნდა მოხდეს ამ ხუთის დეფორმაცია და არ უნდა მოხდეს შემდგომ აკუმულატორების დაზიანება. ინსტალაცია არის ძალიან მარტივი. ძალიან ერთ ადამიანს ძალიან მარტივად მოკლე დროს შეუძლია ამ ხუთის გაშლა აწყობა და კიდევ ასევე მრავალჯერადი გამოყენების რაღაც პერიოდის მერე თუ მოგვიწევს აკუმულატორების შეცვლა, შეგვიძლია ეს ხუთი ამოვიღოთ, შევცვალოთ აკუმულატორები და ისევ განვათავსოთ ან სხვაგან თუ გვინდა გადატანა სხვა ადგილზე, შეგვიძლია ძალიან მარტივად და ეფექტურად მოვახდინოთ ამის ტრანსპორტირება. ამიტომ ესეთ მსგავს ტიპის ხუთები არის ესეთი ქარხნული წარმოების, თუმცა შესაძლებელია რაღაც კუსტარული მეთოდითაც მოვახდინოთ ამ ყველაფრის გაკეთება და მიწაში განთავსება აკუმულატორების. ხო, რა თქმა უნდა, არ უნდა გქონდეს შეხება წყალთან, ანუ არ უნდა მოხდეს წყლის მოხვედრა აკუმულატორთან და უნდა გქონდეს სპეციალური სავენტილაციო მილი, რომელთაც აკუმულატორის მუშაობის პროცესში წარმოქმნილი აირები მოხდება მისი გამოდევნა ღია სივრცეში. და სადენებისთვის, აკუმულატორის სადენებისთვის სპეციალური ასევე მილის საშუალებით შეგვიძლია შევიყვანოთ, რომ ჰერმეტულად იყოს დახურული ეს ადგილი, ხო? ანუ როგორც ვახსენე, არსებობს ქარხნული ყუთები და შესაძლებელია კუსტარულათაც, ესე ვთქვათ, ჩვენი ხელით დავამზადოთ მსგავსი გადაწყვეტები. თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც კიდევ ერთხელ ვახსენებ, ეს არის ძალიან პრაქტიკული, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, რომ განვათავსოთ მიწაში აკუმულატორები, რადგან დავიცვათ მაღალი ტემპერატურული ზემოქმედებისგან. სამუშაო ტემპერატურა არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად აკუმულატორებისთვის. ყველა აკუმულატორის ტექნიკური დოკუმენტაციის მითითებული არის სამუშაო ტემპერატურა. ეს არის -15-დან 50-მდე იქნება თუ -20-დან სხვადასხვა არა აქვს მას დიდი მნიშვნელობა. თუმცა ეს სამუშაო ტემპერატურა ეს როდესაც აკუმულატორი რეალურად იმუშაოს, თუმცა რაც ვახსენეთ, მნიშვნელოვნად მცირდება სხვადასხვა ტემპერატურაზე მისი ან წარმადობა, ან სიცოცხლის ხანგრძლივობა. თუმცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც მოკლედ შევეხეთ, ეს არის დამუხტვა, ტვის დროს რამდენი არის ტემპერატურა, როგორც ვახსენეთ, ტყვიამჟავის ჟელე აკუმულატორის შემთხვევაში და ლითიუმის აკუმულატორის შემთხვევაში 0 გრადუსის დაბლა აკუმულატორის დამუხტვა არ არსდება, ხო? ჟელე ტიპის აკუმულატორის შემთხვევაში ამას აკუმულატორს დავაზიანებთ. ლითიუმის აკუმულატორის შემთხვევაში, თანამედროვე ლითიუმის აკუმულატორებში უმრავლეს შემთხვევაში კი არა და აუცილებელი ფაქტორი არის, რომ მას ჰქონდეს ეგრეთ წოდებული BMS სისტემა, აკუმულატორების მართვის სისტემა. ზოგ აკუმულატორს ჩაშენებული არის და უბრალოდ ხარხნულად არის უკვე კონფიგურირებადი. უფრო მაღალი კლასის ლითიუმის აკუმულატორებს ეს კონფიგურირებადია და შეგვიძლია ჩვენ რაღაც პარამეტრების შემცვალოთ. თუმცა ერთი რასაც უბრალოდ ვერ შევცვლით 0 გრადუსზე დაბლა მას ვერ დავუმხტავ. ამიტომ თუ გვიწევს ისე ასეთ გარემო პირობებში აკუმულატორის გამოყენება, სადაც მყინვა არის, ანუ მინუს ტემპერატურა არის, დამუხტვის შემთხვევაში უნდა მოვახდინოთ, ანუ გარემო პირობებში, ანუ ტემპერატურის გათბობა, სივრცე სადაც არის აკუმულატორები, ან უშუალოდ შეგვიძლია სპეციალური გამათბობელის გამოყენებით გავათბოთ აკუმულატორის თვითონ აკუმულატორი. არსებობს სხვადასხვა ტიპის ესეთი გამათბობლები. ერთ-ერთი ესეთი მაგალითი არის თქვენს სლაიდზე წინ წარმოდგენილი. ეს არის სხვადასხვა სიმძლავრის არის, ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს ორი ტიპის, ეს არის 100 ვატიანი და 200 ვატიანი გამათბობელი, რომელსაც აქვს უკვე ქარხნულად შაშენებული ტემპერატურის სენსორი, რომელიც 7 გრადუსზე თუ მიაღწევს აკუმულატორის ტემპერატურა ჩაირთვება გამათბობელი და 25 გრადუსს როგორც კი მიაღწევს აკუმულატორის ტემპერატურა გამოირთვება ეს გამათბობელი. ასევე აქვს დამატებით უსაფრთხოებისთვის გადახურებისგან დაცვის ფუნქცია, თუ რაღაც გარემო პირობების გამო დააზიანდა ეს თერმოსტატი, რომელიც ამას აკონტროლებს. ამ შემთხვევაში 60 გრადუსს როგორც კი მიაღწევს 60-65 გრადუსს გააჩნია როგორ არის აკუმულატორის ხარხნულად ეს კონფიგურირებადი, როგორც კი მიაღწევს გამათბობის ტემპერატურა მწყისიერად გაითიშება, ეს დაცვის მეორე ფუნქცია ამუშავდება და მწყისიერად გათიშავს გამათბობას, რომ აკუმულატორის უკვე გაზიანება და შეიძლება ითქვას ექსპლუატაციის პირობებიდან გამოსვლა არ გამოიწვიოს და ამასვე გათიშავს. რაც შეეხება კიდევ ასე თვიწებადი არის, შეგვიძლია
პირდაპირ აკუმულატორზე მივაკრათ, ან უბრალოდ აკუმულატორზე დავაფინოთ, ან ქვედა ძირზე ზემოდან დავდოთ აკუმულატორი საკმაოდ გამძლიანი დაწოლის მიმართაც და შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ყველაფერი. სამუშაო ძაბოს რაც შეეხება, ზოგადად არსებობს ესეთი ტიპის გამათბობლები სხვადასხვა ძაბოაზე, მათ შორის მუდმივი დენზე შეგვიძლია პირდაპირ აკუმულატორიდან ყვებოთ, ან გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში გვაქვს 220 ვოლტიანი, იმიტომ რომ რადგან აკუმულატორის დამუხტვა ხდება იმ დროს, როდესაც ქსელში გვაქვს ძაბვა, ძაბვით ხდება, ქსელის ძაბვით 220 ვოლტის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში აკუმულატორის რესურსს არ გამოვიყენებთ, არ გვჭირდება ჩვენ განუხტვის შემთხვევაში, რომ დაბალი ტემპერატურა მინუსზე შეგვიძლია აკუმულატორი განუხტოთ, მაგრამ დამუხტვის დროს გვჭირდება ჩვენ გათბობა, ამიტომ პირდაპირ 220 ვოლტზე გამოვიყენებთ. ერთადერთი შემთხვევა, სადაც 220 ვოლტის შესაძლებელია იყოს, ესე ვთქვათ, არ იყოს კომფორტული, მოდით ესე ვთქვათ, შეიძლება იყოს ეს მზის ენერგია, off-grid სისტემები, სადაც 220 ვოლტი შეიძლება საერთოდ არ გქონდეს ამ შემთხვევაში და სულად მუდმივ ძაბოზე მუშაობთ, ხო? ამ შემთხვევაში შეგვიძლია უბრალოდ გამოვიყენოთ ან მუდმივი ძაბვის გამათბობლები და ამ შემთხვევაში მზის ენერგიით თუ დღის პირობები არის, ხო, მზის ენერგია რა თქმა უნდა დღე იქნება ისედაც, გავათბოთ აკუმულატორები, ან შესაძლოა პატარა სიმძლავრის ინვერტორი გამოვიყენოთ და ესეთი გამათბობელი თუ 220 ვოლტზე გვაქვს, უკვე აკუმულატორის ენერგია ძაბვიდან გადავიყვანოთ 220 ვოლტზე და ამის მიხედვით გავათბოთ, ხო? ანუ ორი ფაქტორი, რომელიცაც შევეხეთ უკვე ტემპერატურის გავლენისგან, რომელიც გაგვიცავს, ეს არის მიწაში განთავსება აკუმულატორების და დამუხტვის შემთხვევაში გათბობა აკუმულატორების, რომ 0 გრადუსზე მეტი გქონდეს აკუმულატორის ტემპერატურა. შემდეგი ფაქტორი, რომელიც აკუმულატორის სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც ასევე გავლენას ახდენს, ეს არის აკუმულატორებში ძაბვების გათანაბრება. როგორც მოგეხსენებათ, ერთი აკუმულატორი ეხა ცალკე აღებული ხშირად არ გამოიყენება ესეთი რაღაც კომპლექსური გადაწყვეტებისგან. გვაქვს აკუმულატორების ჯგუფები, რომელიც უმრავი შემთხვევაში არის მიმდევრობით მიერთებული და შესაბამისად 12 ვოლტიანი აკუმულატორს თუ ავიღებთ, შეიძლება გქონდეს 24 ვოლტიანი სისტემა, 48 ვოლტიანი სისტემა, 72-იანი, 96-იანი და ასე შემდგომ. სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტებებს, სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებს, სხვა რაოდენობის აკუმულატორებს ვიყენებთ და დროთა განმავლობაში ამ რადგან არის მიმდევრობით მიერთებული, ამ აკუმულატორების ძაბვები ხდება განსხვავებული მნიშვნელობები აქვს. და მაგალითად ეხა სლაიდზე რაც არის წარმოდგენილი, შეიძლება უბრალოდ იყოს ზოგიერთი აკუმულატორის ძაბვა 12 ვოლტი, შეიძლება 13 ვოლტი, შეიძლება 11 ვოლტი დროთა განმავლობაში და ჩვენი ამოცანა არის, რომ შესაბამისად გავათანაბროთ ამ აკუმულატორების ძაბვები, ხო? არსებობს ორი ტიპის გამათანაბრებლები, ეს არის ეგრეთ წოდებული პასიური ტიპის გამათანაბრებლები და აქტიური ტიპის გამათანაბრებლები. პასიური ტიპის გამათანაბრებლები უფრო შედარებით ბიუჯეტურია და ძალიან მარტივი პრინციპით მუშაობს. არის ესე ვთქვათ რეზისტორი, ანუ წინაღობა, რომელიც ხარჯავს აკუმულატორიდან ენერგიას და ამ შემთხვევაში მთელი სისტემა ცდილობს, რომ მოერგოს ყველაზე დაბალი ძაბვის მქონე აკუმულატორს, ანუ ყველაზე ესე ვთქვათ ნაკლებად, რომელიც იმუხტება და მაგალითად თუ ნახავთ სლაიდზე, აქ არის 11.9 ვოლტიანი არის ამ შემთხვევაში პირველ სისტემაში აკუმულატორის ძაბვა და ის ორი აკუმულატორი, რომელიც არის 12 ვოლტი და 13 ვოლტიანი, იმათი ენერგიის მოხდება დახარჯვა, სითბოს სახით გარდაქმნის ეს რეზისტორი და ამ შემთხვევაში მთელი სისტემა გახდება 11.9 ვოლტიანი. თუმცა ძაბვა გვექნება ყველა აკუმულატორში ერთი და იგივე. რა თქმა უნდა, ეს ჯამურად ამცირებს აკუმულატორის ამ სისტემის მტევადობას, ხო? თუმცა არსებობს მეორე უფრო ესეთი მაღალი კლასის გამათანაბრებლები, სადაც არა სითბოს სახით განაყოფენ გარდაქმნიან ამ ენერგიას, არამედ პირიქით ცდილობენ, რომ ამ აკუმულატორების ჯამური საშუალო ძაბვა ზედა მოხდეს რეგულირება. ამ შემთხვევაში ვნახავთ, საშუალო ძაბვა გამოდის დაახლოებით 12.3 ვოლტი და პრინციპი არის მარტივი, რომ ყველაზე უფრო მეტად დამუხტული რომელიც არის აკუმულატორი, იქიდან ენერგია გადადის სხვა ნაკლებად დამუხტულ აკუმულატორებში და შესაბამისად ხდება ამ აკუმულატორის ძაბვის გათანაბრება. ამ შემთხვევაში საშუალო ტევადობა აკუმულატორის სისტემის გვექნება შედარებით უფრო მაღალი, ვიდრე პასიური გამათანაბრებლების შემთხვევაში. გამათანაბრებლები გამოიყურება ესე, თუმცა შეგვხვდება სხვა ტიპის, სხვადასხვა ბრენდის და სხვადასხვა ფორმის ესეთი გამათანაბრებლები, ასევე სხვადასხვა ნომინალური ძაბოზე მომუშავე, ეს შეიძლება იყოს 24 ვოლტი, 48 ვოლტი, 72, 96 და ასე შემდგომ, რამდენი აკუმულატორიც გვაქვს.
შესაბამისად იმის პროპორციულად 12 ვოლტზე თუ ავიღებთ. ესეთ მაგალითი რაც არის აქ წარმოდგენილი, რაც გვაქვს ჩვენ მარაგში, ეს არის აქტიური ტიპის გამათანაბრებლები, გამოიყენება ტყვიამჟავ აკუმულატორის და ლითიუმის აკუმულატორების შემთხვევაში, როგორც წესი, იმ ლითიუმის აკუმულატორებზე, რომელსაც ჩაშენებული BMS სისტემა აქვს, გავსი ტიპის გამათანაბრებლები არ ჭირდება უშუალოდ აკუმულატორის შემთხვევაში, იმიტომ რომ თვითონ ეს სისტემა არეგულირებს შიგნით ლითიუმის უჯრედების ძაბვებს და ის უზრუნველყოფს ამ ყველაფერს. თვითონ მოწყობილობაზე არის განთავსებული LCD ეკრანი, სადაც შეგვიძლია თითოეული აკუმულატორის ძაბვა ვნახოთ, რომელზეც არის მიერთებული ეს გამათანაბრებლები. და რაც თავარი არის, ერთ-ერთი ეს ხარისხის მაჩვენებლად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ევროკავშირის ანუ სერტიფიკატი გააჩნია მოწყობილობას, რომელიც რაღაც დოზით ხარისხის დამადასტურებელიც არის. გარდა ერთი ჯგუფისა ესეთი ტიპის გამათანაბრებლები შეგვიძლია გამოვიყენოთ მრავალჯგუფიან სისტემაში, სადაც არის ერთი ჯგუფი, რომელიც არის მიმდევრობით შეერთებული და მეორე ჯგუფი, რომელიც ამ მესამე მეოთხე შეიძლება ამ აკუმულატორთან არის პარალელურად დაპარალელებული. შეგვიძლია ესეთ ჯგუფშიც გამოვიყენოთ ეს აკუმულატორები, რომლებიც ესეთი გამათანაბრებლები, რომლებიც ამ სისტემის, ესე ვთქვათ, ზაბვის გათანაბრებას უზრუნველყოფს. საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, ერთის მხრივ აკუმულატორს ვიცავთ, უზრუნველყოფს, რომ შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობა გავზარდოს ზოგადად სისტემით, იმიტომ რომ თუ ერთი აკუმულატორი მაინც დაზიანდა, ამ შემთხვევაში ჩვენ გვიწევს ერთი აკუმულატორის შეცვლა. და როგორც წესი, სისტემაში ერთი აკუმულატორის ჩანაცვლება არ არის რეკომენდებული, იმიტომ რომ დანარჩენი აკუმულატორები უბრალოდ არის სხვა უკვე ტევადობა ამ შემთხვევაში, ანუ ექსპლუატაციის დროთა განმავლობაში აკუმულატორის ტევადობა მაინც მცირდება და პარამეტრებს იცვლის და გამოდის, რომ ვთქვათ, რამდენიმე აკუმულატორი გვაქვს ერთი და იგივე პარამეტრის და ერთი ახალი აკუმულატორი ჩავდით, რომელსაც სხვა პარამეტრები გააჩნია და დროთა განმავლობაში უკვე მოხდება სხვადასხვა აკუმულატორების შეცვლის საჭიროება და ჯამურად ჩვენ დაგვირღვევა აკუმულატორების ესე ვთქვათ, თანაბრობა და როგორც წესი ძალიან ხშირად არის მიღებული, რომ რაღაც სისტემა როცა იწყობა იცვლება, ყოველთვის ჯობია, რომ ერთ პერიოდში და ერთ დროს გამოშვებული აკუმულატორები იყოს, რადგან სისტემა იყოს თანაბარი. ამ შემთხვევაში აი ესეთი გაუგებრობებისგან თავის დასაცავად გამოიყენება ვთქვათ ზავის გამათანაბრებლები. მეორე კიდევ ერთი ფაქტორი, ეს არის აკუმულატორის განმუხტვა ზოგადად. იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტყვიამჟავ აკუმულატორების შემთხვევაში განსაკუთრებით აკუმულატორების განმუხტვას, ანუ რა სიღრმეზე ხდება აკუმულატორის განმუხტვა. არსებობს ესეთი ტერმინი DOD, default discharge, ანუ რა სიღრმეზე მოხდავთ აკუმულატორებს, ნომინალური მნიშვნელობა არის 100%. შეიძლება აკუმულატორი განმუხტოთ და დატოვოთ მხოლოდ 20% მისი ენერგიის, შეიძლება 65%-მდე, ანუ 35% წავიღოთ ენერგიის და დანარჩენი არ გამოვიყენოთ. ყოველი ესეთი განმუხტვა ახდენს აკუმულატორის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მნიშვნელობას, ანუ ეგრეთ წოდებული ციკლების რაოდენობას ბაზრია ახდენს გავლენას. ხო, თუ ავიღოთ მაგალითისთვის აი ტყვიამჟავ აკუმულატორის AGM ტიპის ერთ-ერთი ბაზისური LP სერიის აკუმულატორზე, სადაც თუ 100%-ით განმუხტავთ ამ აკუმულატორს, ესეთ განმუხტვას, ანუ გაუძლებს 20, ანუ ციკლების რაოდენობა იქნება 20, მაგრამ თუ განმუხტავთ 30%-ით, ანუ მხოლოდ 30% ენერგიას წავიღებთ და 65% აკუმულატორში ისევ დარჩება, ესეთ პროცედურას, ესეთ ციკლებს გაუძლებს იქნება 1050, ანუ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? იგივე არის ჟელი ტიპის აკუმულატორის შემთხვევაში, იგივე არის სუფთა-ტყვია ტიპის აკუმულატორის შემთხვევაში და იგივე არის ლითიუმის აკუმულატორის შემთხვევაში. ლითიუმის აკუმულატორს, რა თქმა უნდა, ციკლების რაოდენობა ბევრად დიდი აქვს და 100%-ით განმუხტვის შემთხვევაშიც კი ეს არის 3500-მდე და რამდენიმე წელი ყოველ დღე რო განმუხტოთ, დაახლოებით 10 წელი იმუშავებს ესეთი ტიპის ლითიუმის აკუმულატორები. თუმცა ჯამურად ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია. ნუ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტყვიამჟავ აკუმულატორის შემთხვევაში, სადაც უკვე ციკლების რაოდენობა უფრო ნაკლები არის და ძალიან უფრო, ესე ვთქვათ, დიდ გავლენას ახდენს განმუხტვის სიღრმე. ზოგადად რეკომენდებული არის, რომ ტყვიამჟავ აკუმულატორები 50%-ზე მეტად არ გავიმუხტოთ. ეს ყოველდღიურად თუ ხშირად გვიწევს მისი გამოყენება. თუ ეხლა ვიყენებთ მაგალითად მზის ენერგიაში, სადაც იძულებული ვართ, რომ დღე აკუმულატორები დავმუხტოთ და ღამე მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს ენერგია, რომელიც აკუმულატორებში არის შენახული. შესაბამისად, უმჯობესია ავარჩიოთ მაღალი ციკლის აკუმულატორები. აქ, რა თქმა უნდა, უპირობო კონკურენტი არის, რომელიც კონკურენციის ქვეშ არ არის, შეიძლება ითქვას ლითიუმის აკუმულატორები ან ჟელი ტიპის აკუმულატორი, რომელსაც საკმაოდ მაღალი ციკლების რაოდენობა გააჩნია.
რაც შეეხება აკუმულატორის განმუხტვის სიღრმის რეგულირებას, თუ როგორ განიმუხტოს, რამ ხილაზე განიმუხტოს აკუმულატორები, ამისთვის გამოიყენება სპეციალური განმუხტვის კონტროლერები, თქვენ სურათზე არის ერთ-ერთი ნიმუში წარმოდგენილი, რომელსაც გააჩნია ესეთი ტიპის მოწყობილობებს გააჩნია ერთი სამუშაო ძაბვა, ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ მოდელს აქვს 9-დან 32 ვოლტამდე, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება გამოვიყენოთ ერთი აკუმულატორის ან ორი აკუმულატორის შემთხვევაში, ან 12 ვოლტიანი ან 24 ვოლტიანი აკუმულატორის შემთხვევაში, თუ მიმდევრობით არის მიერთებული, სამუშაო დენის ძალა, ეს არის 20 ან 40 ამპერი, ან შეიძლება სხვა ნებისმიერი ნომინალური მნიშვნელობა ჰქონდეს. და რაც თავარი არის, ესეთი ტიპის მოწყობილობებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ძაბვის რეგულირების საშუალება. ანუ ის ძაბვა მიუთითოთ, რომელზეც მინიმალური ზღურული ძაბვა, სადაც აკუმულატორის კონტროლერი გათიშავს უკვე დატვირთვას, ამ აკუმულატორის მიერთებული დატვირთვას, რომ მეტად აღარ მოხდეს განმუხტვა, რაც რისთვისაც არის ფაქტობრივად ეს წარმოდგენილი. სამუშაო ძაბვა აქვს დიდი მნიშვნელობა, ეს არის 25 -25-დან 60 გრადუსამდე, ну, პრინციპში ეს კონკრეტული მოდელი არის რაღაც ინდუსტრიული ტიპის მოწყობილობას კლასს მიეკუთვნება და რაც რა თქმა უნდა ერთ-ერთი ხარისხის მაჩვენებელი არის, ბრიტანეთში არის დამზადებული და საკმაოდ მაღალი ხარისხის არის და საკმაოდ ესეთი გამძლე მოწყობილობა არის და შესაბამისად შეგვიძლია მსგავსი ტიპის მოწყობილობა გამოიყენოთ აკუმულატორის გამუხტვის რეგულირებისთვის. მოკლედ რომ შევაჯამოთ დღევანდელი ვებინარი, ეს იყო ესეთი დაახლოებით 6 საკითხი გამოვყავით. ეს არის დამუხტველი, რომელსაც აქვს უნდა კონდეს უმჯობესია რომ იყოს ინტელექტუალურ რეგრესორებული სამსაფეხურიანი დამუხტველი, ტემპერატურის კომპენსაციის ფუნქციას თუ ექნება ძალიან კარგი. რაც შეეხება ტემპერატურისგან აკუმულატორების დასაცავად გამოვიყენოთ მიწისქვეშა ყუთები თუ სხვა გარემო პირობები არ გვაძლევს საშუალებას რომ ტემპერატურა ვარეგულიროთ. დაბალი ტემპერატურის პირობებში რომ დავუმუხტოთ ლითიუმის აკუმულატორები და ჟელეტების აკუმულატორები, უნდა გავათხოვოთ ესეთი ტიპის აკუმულატორები, ამიტომ გამათბობლები შეგვიძლია გამოვიყენოთ. და ძაბვის გამათანაბრებლები, რომელიც უწყობს ხელს, რომ ყველა აკუმულატორი იყოს დაახლოებით ერთ და იგივე პარამეტრებზე დროის განმავლობაში და განმუხტვის კონტროლერი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ არ განმუხტოთ აკუმულატორი ღრმად და შესაბამისად მისი ციკლების რაოდენობა დავზარდოთ. ეს 6 საკითხი იყო ძირითადად რაც გამოვყავით დღეს. ეხლა ველოდები თქვენგან უკვე კითხვებს ჩატში. თუ გაქვთ კითხვები, ძალიან კარგი იქნება. აბა გისმენთ. კითხვები არ ჩანს. როგორც ჩანს, ამოწურავად ვისაუბრეთ. კი ბატონო, მაშინ რადგან კითხვები არ არის, თუ არის? ირაკლი გვეკითხება. ნამდვილად ირაკლის შეფასება არის, ნამდვილად ამოწურავად ვისაუბროთ. დიდი მადლობა ირაკლი. ყველაფერი ნათელი იყო. კიდევ ერთხელ მადლობა. ნებისმიერ თუ რაღაც საკითხებთან შეიძლება საკმაოდ ისე შევეხეთ, სწრაფად გავიარეთ ეს ყველაფერი. ასევე კიდევ ერთხელ გირჩევთ, რომ წინა ვებინარებს გაეცნოთ, რომელიც აკუმულატორთან დაკავშირებით იყო და იქ კიდევ უფრო სხვა როგორ შევარჩიოთ აკუმულატორი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სხვადასხვა საკითხები იყო გამოყოფილი. ასევე თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ, არ მოგერიდოთ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგწეროთ ჩვენს ვებგვერდზე არის განთავსებული საკონტაქტო ინფორმაცია, ან დამკავშირეთ ტელეფონზე, ან ასე შემდგომ, სხვადასხვა კომუნიკაციის წყაროებით, ან გვესტუმროთ ოფისში, შოურუმშიც დაათვალიეროთ აკუმულატორები და სხვადასხვა მოწყობილობები და ნებისმიერი კონსულტაციის შემთხვევაში შეგვიძლია გავიაროთ. სულფატიზაციის ზედნარი გვეკითხება, სულფატიზაციის შემთხვევაში მხოლოდ ელექტროლიტის აღრევას ვაწესრიგებთ. ხო, პრინციპში ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ფაქტორი ეს არის, კი, სხვა თვითონ დამუხტველი როგორც ვახსენე, თანამედროვე დამუხტველების განსაკუთრებით, რომელიც ჟელე და AGM ტიპის აკუმულატორებზე არის უფრო ოპტიმიზირებული, იქ დამუხტველი მუშაობს ეგეთი იმპულსური ტიპით და ამიტომ დროთა თითქმის მუდმივად ცდილობს, რომ ამ სულფატიზაციას პროცესს შეუშალოს ხელი. თუმცა, რაც ვახსენე, განსაკუთრებით ესე თქვა ელექტროლიტის ტიპის, ან ცევად ელექტროლიტიანი აკუმულატორებში გამოიყენება ეს ეგრეთ წოდებული შენჯღრევის პრინციპი და აკუმულატორების დამუხტველებში ჩადებული ეს პრინციპი, რაც ვახსენე, რომ თვეში ერთხელ ხდება ამ პროცედურის ჩატარება ავტომატურ რეჟიმში.
შედარებით მაღალი ძაბვით. ლევანი კითხულობს იმპულსური მუხტით და შედარებით მაღალი ძაბვით. კი ბატონო, დიახ, ეს არის ბატონო ირაკლი. ბატონო ლევან, როგორც ეს თვითონ აკუმულატორი, ანუ თვითონ ეს მეთოდი დამუხტველებში არის, შედარებით მაღალი კლასის ინტელექტუალურ დამუხტველებში ეს მეთოდი არის, ანუ მუდმივად ესე არ მოქმედებს დამუხტველი პერიოდულად აკეთებს ამ ყველაფერს, რომ მოახდინოს ამ აკუმულატორის უხეშად ვთქვათ შენჯღრევა. ზაბის გამათებელს სადაც შევიძენთ და გამოიყენება რამდენი. ზაბის გამათანაბრებლები გვაქვს ჩვენს მარაგში, როგორც მახსოვს, არის 24 ვოლტიანი და 48 ვოლტიანი სისტემებისთვის თქვა ამ ეტაპზე. ან ორი აკუმულატორი, ან 4 აკუმულატორი თუ გაქვთ მინდორობით მიერთებული. ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ აკუმულატორების განყოფილებაში არის აქსესუარებში ეს მოწყობილობები. და რამდენად მარტივი არის, უმარტივესი არის მისი გამოყენება, უბრალოდ მექანიკურად ვაერთებთ ყველა აკუმულატორზე პლუს მინუსი, რაც თავი არ უნდა შეგვეშალოს, მიერთება და ძალიან მარტივად შეგვიძლია ამ ყველაფრის გამოყენება და როგორც ვახსენე, იქვე LCD ეკრანი აქვს, ზოგი შეიძლება LED-ებით იყოს და ძაბვაც კი შეგიძლიათ ნახოთ კონკრეტული აკუმულატორების და დააკვირდეთ როგორ გაათანაბრებს შემდგომ როგორც კი მიერთებთ ამას დაიწყებს პროცესს გათანაბრებას, ძაბვის გათანაბრებას. მადლობა თქვენ. კიდევ ხომ არ არის კითხვები? თუ არა და გადავალთ სასიამოვნო სლაიდზე, სადაც იქნება უკვე გათამაშების ეტაპი. კარგით, მაშინ გადავიდეთ გათამაშებაზე, მოემზადეთ. ძალიან მარტივი კითხვა და რამდენჯერმე ვახსენე. ეს საკითხი. მოკლედ, გათამაშების კითხვა და როგორც მოგახსენეთ, ვინც ყველაზე სწრაფად დაწერს პასუხს, მიიღებს აკუმულატორის ტესტს. მასაშე ასე კითხვა ეკრანზეც და ასევე შევეცდები რომ წავიკითხო რამდენია ლითიუმის აკუმულატორების დამუხტვის მინიმალური ტემპერატურა. აბა ვინ გამცეს? ლევანმა გაქვსა პასუხი და დიახ მართალია ეს არის 0 გრადუსი. დიახ 0 გრადუსის დაბლა ლითიუმის აკუმულატორის დამუხტვა არ ხდება. და კიდევ ერთხელ გავუმეორებ BMS სისტემა ამას ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს, მაგრამ თუ ისეთ ლითიუმის აკუმულატორებს ვიყენებთ, რომელსაც გარე BMS სისტემებია უყენია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გქონდეს ეს ფუნქცია, ან უბრალოდ ჩვენ მივაქციოთ ამას ყურადღება, რომ არ დავაზიანოთ ლითიუმის აკუმულატორები და 0 გრადუსზე დაბლა არ დავუმხტოთ. ლევან შეგიძლიათ ჩვენ ოფისში ნებისმიერ დროს, ანუ სამუშაო პერიოდში ეს არის დილის 10 საათიდან 6 საათამდე. სამუშაო დღეები ორშაბათი პარასკევი გვესტუმროთ და მიიღებთ თქვენს კუთვნილ აკუმულატორის ტესტებს. დიდი მადლობა ჩართულობისთვის, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, რომ ბოლომდე დაესწარეთ ვებინარს. აღნიშნული ვებინარი რამდენიმე დღეში შეიძლება ხვალაც განთავსდეს უკვე ჩვენს YouTube არხზე და ჩვენს ვებგვერდზეც იქნება ინფორმაცია და შეგიძლიათ ჩვენი ოფისი არის დიღმის მასივში, ტერევერკოს 42 ნომერში. ჩვენს ვებგვერდზე არის განთავსებული საკონტაქტო ინფორმაცია, რუკაც არის მითითებული კოორდინატები და შეგიძლიათ ძალიან მარტივად ასევე ტელეფონის ნომერი, თუ რამე კითხვები გექნებათ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და მობრძანდეთ. დიდი მადლობა ჩართულობისთვის და მოვალ ვებინარამდე. კარგად გრძანდებოდეთ.